დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? ეხლა ვდექი გამოვიძინე ისე კარგად. თან გარეთაც სიგრილია, წვიმას იწყებს და გვეუბნებიან, რომ ქარიც იქნებაო. გაფრთხილება მოვიდა ასტრონებიდან. მეგობრებო, გუშინ ბულვარი დაგათვალიერებინეთ რაღაც ნაწილი. მე მგონი ლამაზი გამომივიდა, რაც გადავიღე არ აუშავდა მგონი. YouTube-ზე რომ ვდებ ჩემ არხში, რომ ვდებ ჩემ ვიდეოს, YouTube იადებს თვითონ ფოტოს და ყველაზე საშინელ ფოტოს ნახავს და იმას დაადებს. იმდენი ლამაზი ფოტო იყო, თქვათ და იმდენი ლამაზი რამე იყო, რომ დაედო, მაგრამ ისეთი ფოტო მაქვს დადებული. მე დავდე თუ არა იმ წუთას ნახვა იყო და აღარ გავაუქმე, თორემ შეცვლა მინდოდა. რაღაც საშინელი ფოტოა. ხომ ესეც მინდა ვისწავლო, რომ მე გავაკეთო ეს ფოტო, მე დავდო და არა YouTube-ს ვამდო, თორემ ყოველთვის ასე მე რამდენად გამიკეთა უკვე მე რამდენი. იმდენი ლამაზი ვიდეოებიდან ვერ ამოჭრა კადრი, თუნდა ვერ დადო წესიერი ფოტო. არა უშავს. ხო, მეგობრებო, დანარჩენი ახლა იქ რაც განახეთ, ეს იყო შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე. იმის იქით ვერ გავედი, ვერც ზღვასთან ჩავედი, რომ ზღვა ნორმალურად დამენახა. იქ კიდე დამრჩა რაღაცები საჩვენებელი თქვენზე და რომ მოვიწვი და გავალი იმ ნაწილსაც გაჩვენებთ. კარი დავხურო, თორემ სულ დამავიწყდა და გარეთ ჩასხმა აქვს მშენებლობაზე. და ხმაური შემოდის ისეთი, რომ ვერ დაილაპარაკებ. ხო, დაღრუბლა, ღამე წვიმდა. ეხლა დაღრუბლა კი არა, ღრუბელი იყო ისედაც. ეხლა ისე არა, არც ღრუბელი, არც წვიმა, მაგრამ ველოდებით წვიმას, ქარს. გუშინ ხომ მოვასწარი მე მაინც და გავედი. დღეს არ ავშავს, ვისაც ხელი ეშლება იმისთვის, თორემ მე ამ წუთას არაფერი აღარ მეშლება. ხო, მეგობრებო, ჯერ ძალიან ადრეა. არ მაქვს, მართლა არ მაქვს დაგეგმილი. ერთადერთი ის ვიცი, რომ დღეს საჭმელები არის სახლში და რაღაც უნიშნელო მომიწევს ალბათ გაკეთება. მეტი დაგეგმილი არაფერი არ მაქვს, გარდა დალაგების მოლაგებისა. ხო, ეხლა გავაკეთებ ჰოდოგებს ისევ. ეს ვიდეო მაქვს გადაღებული, მაგრამ რაღაც ნაწილს მაინც ჩავაგდებ. რომ გაგახსენდეთ და რომ ხო, თან მართლა შტატივი ვიყიდე გუშინ და ეხლანდელი ვიდეოები იმედია უკეთესი გამომივა, უკეთესად გადავიღებ საჭმლის ვიდეოებსაც და ნუ ისეც. გუშინ სულ მაგითი გადავიღე. სელფები და ყველა გადაღება ამ შტატივით გადავიღე. ვიყიდი აგიც, რომ უფრო უკეთესი ვიდეოები მოგაწოდოთ თქვენ. არ მიმიცია ძვირი, 28 ლარში ვიყიდე. ზუმერში. ზუმერი ხომ ქვია იმ მაღაზიას. ხო. და შვენიერი კარგია. შვენიერი. ყველანაირი ფუნქცია აქვს. მე ახლა ისეთ ვიდეოებს არ ვიღებ, რომ რაღაც სასწაულს და რაღაცებს, რომ უფრო სხვა სახეს დამჭირებოდა. ჩემ საქმეს ახლა რასაც ვაკეთებ, მაგას გიეღობ. ხო, სხვა დღეს, ხო, გუშინ გვიანზე რომ მოიტანა ჩემმა ქმარმა პროდუქტი, ჩავაგდებ ამ
ვიდეოსაც ნაწილი გადავიღე და ჩემმა დის შვილმა გამომიგზავნა ბროილერის ქობულეთის კათამს რომ ეძახიან ამ ხელა არის მართლა. გუშინ ნაწილი დავამუშავე, კი თქვი ვიდეოში და მოყვებად და ნაწილითაც გავაკეთე ხალადეცი. ზირაბაჯი ხალადეცი. იმასაც გადავიღებ, გაჩვენებ ბოლოში, ამასაც ყველაფერს. ვინ არ იცით, ყველა მიცით ეგ და ის არის რომ ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს. მე ახლა ქათმის მთლიანს არ გავაკეთებდი, მაგას ვინ შეჭამს, ცოტა ვართ სახლში. გავაკეთებ ფრთები, ფეხები, თავი, კისერი, რაღაც ნაწილებით, ცოტა გულიც. ხო და ასეთებით გავაკეთე, ორჩეჭმაზე რომ შეიჭამოს, თორემ მე არ მიყვარს კი ხალადეცი ინახავს დიდხანსაც თავს, მაგრამ მე არ მიყვარს ხა მქონდეს მაგი ერთი კვირა. ორჯერ რომ შეჭამს, თქვა ჩემი ქმარი მსვე მესამედ აღარ უნდა. ხო, სხვადასხვანაირად აკეთებ, მაგის თქმა მინდოდა, ჟელატინსაც უკეთებ, ხავსაც, რა ქვია, სტაფილოსაც. მე არ მიყვარს ესეთი ხალადეცი უნდა იყოს ხალადეცი და სტაფილოს მე არ მომწონს უბრალოდ თორემ მაგით არც არაფერი არ შავდება გემოვნებაზე არ დავდივ ისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს და ჟელატინს არ უვლევ ამ ქათამს ისეთი ცხიმიანობა აქვს და ისე თავისით შედგება მერე და ჩვეულებრივი ხალადეცი გამოდის რომ საერთოდ არ საჭიროებს და ჟელატინიანს კიდევ სულ სხვა გემოაქვს და ამას კიდევ სულ სხვა გემოაქვს თავარია ქათამი იყოს კარგი ხო გაჩვენებთ როგორი გამომივიდა დანარჩენი არ ვიცი მეგობრებო დღეს რა გეგმით მექნება ვიდეოები წინასწარ ვერ გეტყვით ნახოთ უცებ მოვა ჩემთან აზრები და უცებ რაღაცას გავაკეთებ ან ვილაპარაკებ მაინტერესებს ახლა დავტესტო უნდა პულტიც მოყვა პატარა არც ვიცოდი თუ ახლა იქ არც უთქვია იმ გოგოს კონსულტანტს დავტესტო უნდა აბა თუ მოვახერხებ უკვე ამით ვიღებ, მაგრამ ახლა დაპაუზებას თუ მოვახერხებ. კი, დააპაუზა, მშვენივრად მუშაობს, ესეც კარგია, აღარ მომიწევს მისვლა, მოსვლა და ადგილიდან შევძლებ ყველაფრის გაკეთებას. მშვენიერი. ხო, საჭმელებს რაც შეეხება, არ შეაჩერო საჭმელების ოკეთების ვიდეო. არ შევაჩერებ მეგობრებო, უბრალოდ ისეა რომ რასაც ვაკეთებ, იმას დავდებ. იმიტომ რომ ეხლა მე სულ ერთ კერძს და ერთ თქვათ მარტო აჭაროს არა მე სხვა კერძებსაც ხომ ვაკეთებ სხვა რაღაცებიც ხომ ვიცი და ყველაფერს ერთად რაც ჩემი დღის მენიუში შევა ყველაფერს გადავიღებ და დავდებ აი როცა რაც მომაფიქრდება და რასაც ვჭამთ ხო ეხლა გუშინ დილას თქვათ ფილავი გავაკეთე იმისას აღარ დავდებ იმიტომ რომ ფილავი ისედაც იცით ყველა მე ჩვენი სახლის კარაქით ვაკეთებ და ამის ვიდეოც კიდე მაქვს გაკეთებული. ეხლა ჰოდოგი უნდა გავაკეთო მეთქი და ამასაც ვფიქრობ რომ დიდად არ საჭიროებს ამის დადება რადგან უკვე გადაღებული მაქვს და ასე ახლო მომენტში არ საჭიროებს და დროები რომ გავა მე ისევ იმიტომ რომ ხალხი ახლად შემოდის, ახლად მიყურებს და ვიღაცა ახალს ნახავს და იმ ძველს არ ამოქეკავს და არ ნახავს და მაინც რაღაც ისე ვიტყვი და დავდებ. ხო, თორემ სულ მინდა რომ რაღაც სიახლეები მოგიტანოთ და ერთი და იგივე არც ვილაპარაკო და ერთი და იგივე თქვათ საჭმელების ვიდეო არ გადავიღო და არ დავდო. მოცვი და მაქვს ბალი, ცოტ-ცოტა. სახლისთვის კომპოტს გავაკეთებ, შერეულს, შვენიერს, მიაყოლებენ საჭმელს. როგორი წესი მაქვს მეგობრებო? ვხედავ თქვათ გავაღე მაცივარი და ვხედავ რომ რაღაცა არის რომ ცოტაა დარჩენილი და ის მერე ვიცი ან შეიჭმება ან არ შეიჭმება იმისგან რაღაცა უნდა გავაკეთო რომ ის მორჩეს და არ გადავყარო არ გავაბიჭო ხედავ მაგალითად პურს იმ პურითაც ერთი ვიდეო მაგაზეც მაქვს გაკეთებული რომ პურის სპიცები გავაკეთე იმ პურის სპიცებსაც ის ცხელ-ცხელს მშვენივრად მიერთმევენ რომ გაცივდება მე ისეთი გემრიელი აღარა მაგრამ ცოტას გავაკეთებ იმ წუთას შეიჭმება ეს ცხელ-ცხელი არ მიყვარს არაფრის გაფუჭება
არ მიყვარს. წვანილიც რომ წვანილი მაქვს და შენახული მაქვს თქვათ საყინულის ქვედა თაროზე ვდებ და იქ ყველაფერს არ ვიცი, ჩემ მაცივარს აქვს, სადაც საყინული არის, საყინულის ქვემოთ აქვს თარო, უჯრა. და იმ თაროში რასაც ვინახავ 15 დღე კი არა და 20 დღესაც ისე კარგად ინახავს ყველსაც, მწვანილსაც, ვთქვათ, ძეხვი შეინახო, ისე რომ არც ჩარბილდებს, ვთქვათ, არაფერი, ყველაფერს ინახავს. ეს არის მეორე ნახევრად საყინული ალბათ. არ ვიცი, შეიძლება ყველას მაცივარსაც მასი აქვს ეხლამდელებს. მე ამის წინა მაცივარი მქონდა, მაგას არ ქონდა. და ის არ იყო მშრალი ყინვის და ჩემი მშრალი ყინვის არის და ეს აქ და ძალიან კარგად მოვიხმარე. იმ ცომსაც, იმ ხაჭაპურის ცომსაც მაგ ვინახავ და უკეთესად ინახავს. თორემ შეგიძლია ვთქვათ საყინველშიც შეინახო ის კარგად რომ ამოვა და დამუშავდება, მე შეგიძლია რომ საყინველში შეინახო და შეგიძლია ქვედა თაროზეც შეინახოს თუ ვთქვათ ერთ კვირაში უნდა გახარჯო და ხო და იმ წვანილსაც მაგის თქმა მინდოდა. კი ინახავს ლამაზად, იმასაც გამოვიღებ, გადავარჩევ, რამე არ კონდეს, რომ ერთმა მეორე არ გააფუჭოს, ასე მიყვარს, რომ ყველაფერს გადავხედო, ყველაფერთან ჩემი ხელი მივიდეს და არაფერი არ გავაფუჭო. ამას მასწავლიდა დედაჩემი და რა ვიცი, ეს მისწავლია მე მგონი კარგად. რომ არაფერი არ უნდა გავაფუჭოთ, არ უნდა გადავყაროთ და ყველაფერს უნდა ვნახოთ. გამოსავალი რომ ის კერძად ვაქციოთ და მოვისარგებლოთ. ერთია თუ ტანსაცმელი, ახლა გატეხილს მართლა და გახეულს და ისეც კი არ ვლაპარაკობ. სანამ შეიძლება რომ მოიხმარო ლამაზ ფორმაში თუ არის გადახონებული, არ მიყვარს, ვერ გადავაგდებ. იმიტომ მე რა. მეორაც რომ ყიდულობ ის მე რამდენად და ვინ არ ყიდულობს, ხო? და ის მე რამდენად გამოყენებული და ჩაცმულია ის რომ ჩვენ ხომ არ ვიცით და მე მეორადი გვაცვია ვთქვათ ვინ არ ყიდულობს ახლა არ ამგონია რომ ვინმე იყოს რომ მეორადი არ იყიდოს და იმაზე უკეთესია კიდე მეორადში ვიდრე ვთქვათ სხვა მაღაზიებში და შენი ტანსაცმელი, შენი მოხმარებული, შენი ნაყიდი რატომ უნდა გადააგდო თუ არ არის ისეთი რომ თქვა ჩაიცვა და არ იყოს გახონებული, არ იყოს დახეული. კი, გაჩუქებაც მიყვარს. ისე არ გამიგოთ ახლა ყველაფერს ინახავს და ეს ვინმეს არ მიცემს და რაღაც. როგორ არა, გააჩნია. მე რომ გავსუქდი, ვიცი რომ ვეღარ დავსუსტები იმ ფორმამდე ვეღარ მივარ, რაც ვიყავი და სულ გავაჩუქე ის ტანსაცმელები. სულ შვენიერი ახალი ტანსაცმელები ერთხელ მქონდა ჩაცმულები. ახლა აბა ისეც სხვას არ შევკადრებდი. და არ მიყვარს. ვუი ეს რა თმიდა, ვუი ის რა თმიდა, ვუი ახლა იმას ვიყიდი, მაი აღარ მომწონს, ვუი ის კაია, ეს არ ვარ ასეთი და რა ვყო, რაც ვარ იმას ვამბობ. ქარს ვუყურებ, რომ ძლიერი ქარი მომოვარდეს, ერთი იქით მაგ კარი მარტო ღია და უცებ დავხურო. ახლა გესმით ხმა, ხო? აი, ხმა გესმით? ეს არის ჩასხმა აქვთ აქ და პომპები და რა ქვია იმ აპარატს არ ვიცი, იქით ასხამე. ეგ მუშაობს და იმისი ხმა შემოდის. იქით კიდე უარესად შემოდის და აქ თითქოს კარი დავხურე, მაგრამ მაინც შემოდის. რა უყო? აქ სულასია, ან იმ მხარეს ასხამენ, ან ამ მხარეს ასხამენ და სად გინდა რომ დაჭდე. ხო, ერთი წელი ასე იქნება სანამ დაასრულებ მშენებლობას და მე დამთავრდება აქ ჩემს ირგვლივ და იქ წინა ხედი თუ აიღეს, მე კიდე რა ვიცი ვნახოთ. მე იქედან გვექნება პრობლემა არ არის, უბრალოდ ამ წუთას მე მიშლის ხელს იმაში, რომ ხმა მე მინდა ვიდეო ჩავწერო 7 და გამოდის ხმავით. მე იქ არაფერს არ მიშლის სხვა. აშენდეს, კაცო, მე თუ ვიცხოვრე ბინაშის, ვიღაცას კიდე უნდა რომ იცხოვროს, ხო? აშენდეს, გაკეთდეს და ოღონდ იმას ვამბობ ერთადერთს, რომ ხელმისაწვდომ ფასებში იყოს, რომ შეძლოს ვიღაცამ ყიდვა და არა მარტო ვიღაც უცხოელები ჩამოვიდნენ და იმათი იყოს მთელი ბათუმი. ასე გამოდის უკვე, რომ
უმრავლესობა კი არა 80% მეტი თუ არა უცხოელი ყიდულობს ვიდრე ქართველი. და ქართველი ეძებს კიდე სადმე იაფიან ბინას ახალი სტილით აშენებულ, ახალ სტანდარტებით აშენებულ $2000 კვადრატი, $1800 კვადრატი, ვინც ზღვის პირზე უფრო მეტი ფასები. მაგრამ კარგი ბინებია. ახალი სტანდარტების მართლა მაგარი ბინები შენდება. მაგრამ ესაა რომ ადამიანს როცა 2000 ლარი გინდა ეს იშვიათობა რომ 4000 ლარი დღეს აქ ძალიან ნაკლებად ვინმეს კონდეს გინდა კონდეს 2000 ლარი 1800 და $2000 როგორ უნდა გადაიხადო ბანკის გარეშე ვერა ხო ბანკში სესხი რომ აიღო აი 4000 ლარით როგორ უნდა იყიდო კვადრატი როცა თლიანიც რომ ჩადო სახში ლარს ვერ მიიტან და ოჯახი ხომ უნდა არჩინო არ ვიცი ძალიან პრობლემური საკითხია მე თუ მკითხავთ ამას ხო და რა ვიცი არ მე უკვე ვთქვათ მაგ ბინა შვილსაც უყიდე თბილისში მაგრამ ეს ახალი კიდევ მაცხოვრებელი ვინც შემოდის ვინც თქვათ მოდის ოჯახი სოფლებიდან მოდის ოჯახი ხომ ყველა სოფელში ვერ იცხოვრებს მოდის ვიღაცა განაწილდა ქალაქში აქ სამუშაო ვიღაცას აქ უნდა ცხოვრება უმრავლესობა შედის გირაოთი უმრავლესობა ნაქირავებში კი ახლა ერთეულები ყიდულობენ როგორ არა მაგრამ ვერ შეწვდები გარეუბანში ეს ახლა ვამბობ აქ ამ ტერიტორიაზე ზღვის პირი აქ ცენტრალური მე სადაც ვცხოვრობ ეს ცენტრალური ადგილია ჭავჭავაძის ქუჩა ცენტრალური ჩვენთან და ვარ პირდაპირ ბათუმის ცენტრთან ახლოს ამ ტერიტორიაზე როგორ გითხრათ ხელვაჩავში იაფია ბინები რა თქმა უნდა შედარებით და ხელვაჩავი დღეს ისეთი გახდა რომ ქალაქს აღარ ჩამოუვარდება შედარებით იაფია მაგრამ იქაც ძნელია ყიდვა და უფრო იქით გარეუბანში მთისძირის ქუჩას ეძახიან აქედან შორს და ისეთ ადგილებში როგორმე შეძლებ რომ იყიდო როგორმე შეიძლება ნახო $800 $1000 მაგრამ რა ვიცი თან მშენებლობას ახლა ისე ითხოვენ ყველა სტანდარტების გათვალისწინებით და ამიტომ არის უფრო ძვირი ხო ჯობია რომ იყოს ყველაფერი სტანდარტული კაია მაგრამ სიძვირეს რა ეშველება თორე რა თქმა უნდა კაია მე ახლა ისეთ ადგილას ვარ ჩემიდან შეგიძლია ბაზარშიც ფეხით ჩახვიდე სავადმყოფოებში ღმერთმა ყველა დაიფაროს ფეხით მიხვიდე ბულვარში ფეხით ჩახვიდე ტექნიკის მაღაზიებში ფეხით მიხვიდე ისეთ ადგილას ვარ მართლა გამართლებული ვარ რომ მე სავაჭრო ცენტრები რომ არის აქ 23 სკოლას უძახიან სკოლასთან უძახიან სავაჭრო ცენტრია ყველგან დავდივართ ფეხით ჩემი ადგილი ისეთია და აქ უკვე ფასებმა ისე წამოიწია რომ მე გამემართლა რომ ასეთ ადგილში მოვღე გუშინ რომ ბულვარში ვერ გაჩვენეთ კიდე რაღაცები კეთდება ბულვარისთვის ახალი რაღაცები მაგრამ რაღაცები უკვე ისე არის აწეული იქ სულ რაღაცები იყო ზღვის პირას სულ გუშინ ვეძებდით მაგალითად მე მიყვარს ჩამოსასმელი თოლიას ნაყიდი გაღალდის ჭიქებში და მაგი მიყვარს იმ ნაყინს დაყვება ძველებული ნაყინის გემო და მაგასაც რომ გავდიოდით ხომ ერთ-ორ ადგილას იყო მარტო და სულ ყიდულობდი არ არსებობდა ზამთარიც რომ ყოფილიყო მაგი უნდა მეჭამა მიყვარდა და მიყვარს და
არ იყო, ეგეთები არ იყო. ერთი ჯიხური იყო, სხვა რაღაცას აკეთებდნენ, ერთი მაგი მოყვა მარტო. არ ვიცი, საშუალებას არ აძლევენ, არ ვიცი, აღარ იქნება, არ ვიცი, ჯერ კეთდება და მაგრამ ჯერ და უკვე სეზონი ეგ რა იყო? ერთი წუთით მეგობრებო. ვაიმე მეგობრებო, რა ხმა იყო, შემეშინდა რა მოხდა მეთქი. ხომ გითხარით, ასხამენ მეთქი და რა სტორი არ ვიცი, ქარიცაა ცოტა. ხელიდან აუცილებლად რაქნეს არ ვიცი და სულ ასე ჩემ კედელთან, ჩემ აივანზე ამ ხელაზე შემოსული სულ რა სტორია ყველაფერი. ეხლა უთხარი ჩამორეცხეთ მეთქი თუ გაქვენ წყლის საშუალება, ჩამორეცხეთ, თორე აი თუ შეახმა ამას მე რა უნდა უშველო. ქვევით მანქნებს დაესხა, ცოტა მაგრამ ჩავიდნენ ეხლა. ცოდვები არიან აგენიც ხომ არ უნდათ, მაგრამ მე რა უნდა ვქნა, მთელი კედელი, მთელი მიკრული რაც მაქვს იქ და აივნის ამდენი შემოსულია სულ რა სტორია. მე რომ გადავრეცხო აქედან ქვევით მანქნებია, ვერ გადავრეცხა. რაც უნდა ის გააკეთონ, თუ არა და კი ვეტყვი. არ ვიცი რა, არ ვიცი. რაზე ვლაპარაკობდი ხომ ხედავ? მე რა პრობლემა მაქვს მეთქი და ხომ აქაც პრობლემა ყოფილა ხომ ხედავთ? ეხლა მეცინება, იმიტომ რომ უთხარით ჩამორეცხეთ. გთხოვთ გეხვეწებით ჩამორეცხეთ მეთქი. ქვევით ისეთი მეზობელია, ჩემსავით კი არ ეტყვის. არც არის ეხლა მართალია, ეს არ არის სწორი, მაგრამ რაღაც მოუხდათ შეცდომა, ან ქარმა წაიღო, ან ხელიდან აუსხდათ. შეცდომა რა არ ხდება, ეხლა ამით ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ მე რა სტორი რომ გახმეს, რას უშველი, ვერაფერს. გავაკონტროლო. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ბედნიერ და ხალისიან დღეს გისურვებთ. ჩავაგდებ მე ხალადეცის ვიდეოს, დავუმატებ ამას და თუ მოვახერხე ჰოდოგებსაც ჩავაგდებ, დავუმატებ და თუ ვერ დავუმატე, შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ მაინც. გავაკონტროლო, თორემ აქ თუ ეს არ ჩამოირეცხა, მე ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ და ჯობია მივხედო. აბა კარგად მეგობრებო, დროებით გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, წარმატებულ და ხალისიან დღეს გისურვებთ. ნახეთ რა ხელა არის. მეგობრებო, ძალიან დიდი უზარმაზარი ქათამია. აქ გავასუფთე, გული, კუჭი, ფეხები, კისერი. ეხლა ავაჭრი ფრთებს, კისერს მთლიანად, ცოტა რბილებსაც შეურევ. ბლომად არა. იმდენი რომ 1-2 ჭამა ხალადეცი რომ იყოს, იმიტომ რომ ჩემი ბიჭი ამას არ ჭამს, მე ცოტა ვჭამ და ჩემ ქმარს რომ გავუკეთო. დანარჩენს დავამუშავებ და შევდგამ მაცივარში დაჭრის, რომ მე რომ გამოვიღებ გამზადებული იყოს და ის გაყინული ცალკე არ დამჩას კიდე დასაჭრელი. აი ამას შევინახავ, გავყოფ 2 ნაწილად კი არა და 3-ად შეიძლება. აი ამას ხალადეცისთვის ეს დასამუშავებელია, კიდევ დავჭრი, ცოტა დავაპატარავებ. მარილი და პირპილი შუა ხარშვის დროს, თითქმის მოხარშვისკენ რომ წავა. მორჩა, მეც არაფერი. აი მეგობრებო, ჩემი ხალადეციც გამზადდა, გადმოვასხი თაში და ეხლა ასე დავატყობ ზემოდან ნიორს. როგორც ხას ჭირდება ნიორი, ჩემ ხალადეცსაც ჭირდება ნიორი. უფრო არომატულია, უფრო გემრიელი სურნელი აქვს. კი ვიცი, სტაფილოთი, ხახვით, ვიცი ეს ასეთი გაკეთებაც, მაგრამ ჩემთან ასეც ჭამენ, ძალიან გემრიელია სხვათა შორის ასე გაკეთებულიც, სცადეთ თქვენც. ესეთ რომ გაჩვენოთ, ჩემი ხალადეცი, აი გვერდიდან შეხედეთ, როგორია. აი ნახეთ, ეს ყველაფერი მისი ცხიმია, არც ჟელატინი გამიკეთებია, არც არაფერი, აი ნახეთ, აი არის ძალიან გემრიელი. დამერწმუნეთ.
ხო ოდოგებს უცებ გავაკეთებ ცომი იგივე მაქვს ხაჭაპურის ცომი ლომად ჩავასხამ ზეთს და შევწვავ შიგნით ძალიან ადვილად კეთდება ის ცომი თუ გაქვს იმ ცომით ყველაფერი გამოდის ამიტომ მიყვარს იმ ცომის შენახვა ეხლა ხომ ჩამვარ კარგად აი ჩემი სელფი კი არა და ჩემმა შტატივმა რაქნა ეს აჯიკა ჩემი გაკეთებულია შემოდგომაზე ამასაც რომ გავაკეთებ გაჩვენებთ არ არის მწარე და იმიტომ ბევრს ვუკეთებ ასე უფრო გემრიელია ჩემი აჯიკა მწარე რომ არ არის, იმიტომ უშვები ამდენს. თქვენ შეგიძლიათ ნაკლები გააკეთოთ. ბევრს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ამას ახლა უცებ შეჭამენ და მე ცივი აღარ უნდათ, კი მიკროტალღური ღუმელიც მაქვს და იქაც შეიძლება გაცხელება, მაგრამ ჩემთან ასეა. ყველაფერი კეთდება ახალ-ახალი. დაიწვა ზეთიც. ლომათაა ზეთი. პარალელურად მე გავაკეთებ ახლა კამპოტს სახლისთვის. ეს გარეცხილი მაქვს, მაგრამ მაინც ავრეცხავ. ეს არ მაქვს გარეცხილი. გემეს კიდე რას მიიქნება? ამას მოვიტოვებ მე მინდა. დიდი ქვაბით არ გავაკეთებ, იმდენს რამდენიც ახლა დღეს და ხვალ შეისმება. იმიტომ რომ აწი სულ მექნება ხილი და სულ რაღაცას ვაკეთებ და არ მინდა ძველი. აი, საკმარისი. ასე თითქმის გავალსეკას ქვაბი. ამას ჩავაყრი 1 ჭიქა შაქარს და მერე შევხედავ სიტყვას და იმის მიხედვით დავუმატებ. ეს 1 ჭიქა და მომიწევს მე მგონი დამატება, მაგრამ ჯერ დავილოდები ნახავ. ორი გემუს იქნება და თურმე უცებ ჩავამატებ. ესეთი კარგები გამოვა ეხლა. აი ნახეთ როგორები გამოდის. აი შვენიერი. აი მეგობრებო, რა უცებ გავაკეთე? შვენიერი, გემრიელები და ლამაზები. ისეთი არ ვიცი აღიქმებთ თუ არა. ნახეთ, პატარ-პატარა ფუშტუკები აქვს. ისეთი კარგი გამოდის ამ ცომით რომ რა ვიცი. მოჩა. აი, კამპოტიც უცებ გავაკეთე, როგორც კი ადუღდა იმ წუთას გავთიში. მე არ ვადუღებ ბევრს, მით უმეტეს მოცვი მალე დაიშლება. აი, შვენიერი ფერი და უგემრიელესი. შაქარი თქვენი გემოვნებით. მე იმ 1 ჭიქაზე სულ ცოტას ჩავამატებ
მგონი.